საქართველოს ეროვნული მუზეუმის გრიშაშვილის სახელობის ისტორიის მუზეუმი კი უტაკ ახნიაშვილის გამოფენას მასპინძლობს ექსპოზიციის სახელწოდება მეორე სივრცე. უტაკ ახნიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, სადაც მისივე ინიციატივით თავისუფალი სახელოსნო შეიქმნა. დღეს ავტორი მუშაობს ფერწერაში, ქანდაკებაში და ვიდეო არტში, აწყობს ასევე პერფორმანსებს. საზღაპრს საქართველოში 3 პერსონალური გამოფენა ჰქონდა, მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, ექსპოზიციის დათვალიერება ისტორიის მუზეუმში 16 თებერვალამდეა შესაძლებელი. ეს არის პროექტი, რომელსაც ქვია მეორე სივრცე, ანუ რეალური სივრცის მიღმა არსებული ის სივრცეა წარმოდგენილი, რაც ჩვენშია, ანუ ჩვენი შინაგანი სამყაროა, გამოტანილი მთლიანად. საერთოდ ზოგადად ფერწერა არის ეს ექსპერიმენტია, მთელი ფერწერა ძიება სიახლისკენ. ახალი ფორმების ძიება. გარდა იმისა, რომ ჩემთვის საინტერესოა ის თუ როგორ გაიაზრა უტაკ ახნიაშვილმა სივრცე ზოგადად, სივრცე როგორც ფილოსოფიური მოვლენა, სივრცე როგორც რეალურად არსებული და მეტაფიზიკაში ხელშესახები რამ, სივრცე როგორც მხატვრული სპექტრი და ასე შემდეგ. აი ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ მის შემოქმედებაში, თუ ის ამ მიმართულებით გააგრძელებთ ძიებას, ალბათ უფრო სინთეზური, ბევრად უფრო სიმბიოზური გახდება.